მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტ მისიხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ქალთა ძალადობის შესახებ საქართველოში. ქალთა ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადაუჭრელი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააქციო კანონმდებლობა და საზოგადოებრივი ცნობიერება გაუმჯობეს და ქალთა ძალადობა კვლავ რჩება მძიმე გამოწვევად. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, როგორიცაა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა. ამისთვის გადამწყვეტი ფაქტორები შეიძლება იყოს გენდერული სტერეოტიპები, ეკონომიკური სირთულეები, კულტურული ტრადიციები და ზოგადად საზოგადოების შეხედულებები. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნული სტრატეგია, რაც მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მსხვერპლთა დაცვას. თუმცა მიუხედავად ამ მექანიზმების არსებობისა, რეალური ცვლილებები ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევებს აწყდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ის, რომ ქალები ხშირად არ მიდიან ძალადობის შესახებ განცხადებების გასაკეთებლად და ხშირად არ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა. 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის 70%-ზე მეტი შემთხვევა ოჯახში ხდება. ამასთან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უფრო ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. ეთერშია თეთრი კარავი და დღეს გადაცემას ისევ მე გავუძღვები, ბატონი დიმიტრი. დღესაც როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო თემები გვექნება. მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, რადგან ჩვენი მსმენელების რიცხვი სულ უფრო და უფრო ფართოვდება და შესაბამისად საინტერესო ამბები და ისტორიებიც უხვად გვაქვს. დღეს ძალიან საინტერესო ხმოვან წერილებს მოგასმენინებ, რომლებსაც ჩვენი აქტიური მსმენელები გვიგზავნიან და თუ თქვენ ახლა პირველად გვისმენთ, იცოდეთ, რომ თეთრი კარავი ყველასთვის ღიაა. აბა, დავიწყოთ. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. მივესალმებით თქვენს თეთრ კარავს. მე ვარ ნონა, 64 წლის პენსიონერი. ჩემი გულის ტკივილი მინდა გაგიზიაროთ, რადგან, როგორც ვხედავ, ეს პრობლემა არც არავის აინტერესებს და არც არავის აწუხებს. თითქოს ერთი შეხედვით უნდა გვიხაროდეს, როდესაც ჩვენს დედაქალაქში რამე ახალი შენდება, მაგრამ ასე არ არის, რაც დაემსგავსა ჩვენი ლამაზი თბილისი. მე სოლოლაკში ვცხოვრობ. ტვერელის ეკლესიაში დავდივარ მთელი ცხოვრება. ისე მიყვარდა ეს გზა, რომელიც სოლოლაკს ვერასთან აკავშირებს მთაწმინდის გავლით. ჯერ მამა დავითი გამოჩნდებოდა ხელმარცხნივ, მერე მარჯვნივ გაიხედავდი და თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე სამების ტაძარი ჩანდა და ასე სიხარულით მივდიოდი ტვერელამდე. ახლა რა ხდება? არც ტაძრები ჩანს, არც ქალაქის ხედები, 1-2 ჭუჭრუტანიდან თუ მოკრავ თვალს, ასე როგორ შეიძლება მოვექცეთ ჩვენს ქალაქს. ძალიან მწყდება გული და ვიცი, რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს. აი, კიდევ ერთი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ. მეგობრებო, მოგესალმებით. მე მქვია ესმა და ვარ 57 წლის. ვცხოვრობ სოფელში. ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში. დასახელებისაგან მაინც თავს შევიკავებ, რადგან ეს პრობლემა არისთვისაც ეს ხმოვანი წერილი ჩავწერე, ვიცი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. რა ხდება ხალხო? ჩემი მაქვს ძის ნაწარმიც, ხილიც, ბოსტნეულიც, საკვებზე ფულს თითქმის არ ვხარჯავთ, მაგრამ რა ხდება ხალხო? სადამდე შეიძლება ფასები იზრდებოდეს და იზრდებოდეს. ბავშვებისათვის რამდენი ხანია ტკბილეული ვერ მიყიდია და ახალი ტანსაცმელი. ჩვენი სოფლის ქალები კაპიკებში ვყიდით ყველს და ქალაქში აჯერ ძვირად ყიდია. ასე როგორ შეიძლება, ნუ თუ ვერ გამოინახა ის კავშირი ჩვენს, რომ ჩვენი ნაშრომი დაგვიფასდება და არც ყიდველს გააძრობენ ტყავს. არ ვიცი ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს. ეს იყო ჩემი საწუხარი ბოდიში თუ დაგამძიმეთ. კიდევ ერთი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ.
მე მქვია დიანა, ვარ 45 წლის, ვცხოვრობ გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში და ყოველდღე მიწევ სამსახურში ბაგებში სიარული. მეგობრებო, არ ვიცი, ვის მიმართო, ვიცი რომ მარტო მე არ მაწუხებს ეს პრობლემა. 4 ზოგჯერ 5 საათი მეკარგება დღის განმავლობაში მარტო გზაში, მარტო მგზავრობაში. მაშინ როცა ერთი სული გაქვს ადამიანს რომ სახლში დროზე მიხვიდე და ცოტა ხნით მაინც იყო ოჯახურ გარემოში და სითბოში. ისეთი დაღლილ დაქანცულები ვბრუნდებით, ლაპარაკის თავიც კი აღარა გვაქვს. ნუ თუ არ შეიძლება ამ საცობებზე ვინმე მიფიქროს, ვისევალება არ ვიცი, იზრუნეთ რომ მოწესრიგდეს ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ ეს საცობების პრობლემა, რომ დროზე დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახებში. მართლა ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, მეგობრებო. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. აბა, მომავალ შეხვედრამდე.